შესაძლოა ხელახლა გამოიძიონ კვიციანების საქმეც. იუსტიციის ახალი მინისტრი ამბობს, რომ ნორა კვიციანი ძმის გამო დაისაჯა. მალე თია წულუკიანი სტრასბურგში გაემგზავრება და საქმეს ნორა კვიციანი საქართველოს წინააღმდეგ პირად კონტროლზე აიღმას. მანამდე კი ემზარ კვიციანის ცოლშვილი უკვე დაბრუნდა საქართველოში. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ცოლშვილი თბილისში 6 წლიანი პაუზის შემდეგ ჩამოვიდა. შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი სახელმწიფო ქონების მითვისებაში, ასევე ამბოხების მოწყობასა და უკანონო ფორმირების შეძქმნის გამო 2006 წელს დააპატიმრეს და ბრალდებებით წაუყენეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა. რამდენიმე თვეში კი ანალოგიური ბრალდებები უკვე მის დასს წაუყენეს. ნორა კვიციანი ახლაც ციხეშია და სასჯელს იხდის. მისი საქმე კი სტრასბურგშია გადაგზავნილი. მე ვფიქრობ, რომ ის საქმე, რომელსაც ქვია ნორა კვიციანი საქართველოს წინააღმდეგ და არის ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი უკვე 2-3 წელია, ამ საქმეზე უნდა მოხდეს მორიგება, რაზეც მე პირადად ვიმუშავებ, როდესაც ნოემბრის მესამე კვირაში პირველი ვიზიტით ჩავალ სტრასბურგში. რაც შეეხება ემზარ კვიციანს, მისი საქართველოში დაბრუნების გეგმების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის, ხოლო მისი სისხლის სამართლის საქმე შეიძლება იქნეს თავიდან შესწავლილი, თუ კი ის დაბრუნდება და მას ექნება მზაობა იმისთვის, რომ იმ შეკითხვებს გასცეს პასუხი, რაც ლეგიტიმურად საზოგადოებას მასთან მიმართებაში აქვს.